ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება. პარტია ქართული ოცნება უკვე შიდამზადების ეტაპზეა. დედაქალაქ თბილისის გარდა მერის პოსტისთვის ბრძოლა მიმდინარეობს რიგ ქალაქებში, მათ შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ მარნეულშიც. არსებული ცნობებით, ქენან ომაროვი კვლავ გამოთქვამს სურვილს მარნეულის მერობაზე. სავარაუდოდ პარტიაში მისი თანამდებობაზე ყოფნის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. თუმცა კულუარული ინფორმაციით, მარნეულის მერის პოსტზე პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი აპირებს დაბრუნებას. ცნობილია, რომ ამ საკითხს პარტია ქართული ოცნების მაღალ წრეებშიც მხარს უჭერენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მმართველი პარტია მარნეულის მერობის ამ ორ მთავარ კანდიდატს შორის არჩევანის წინაშე დგას. ოპოზიციონერების თქმით, ორივე ფიგურის კანდიდატურა მარნეულისთვის არასასურველია. პარტია ლელოს ქვემო ქართლის წარმომადგენლის აგილ მუსტაფაევის თქმით, მარნეულში არსებული პრობლემების უმეტესობა სწორედ იმ პერიოდიდან მოდის, როდესაც ზაურ დარგალი და ქენან ომაროვი თანამდებობებს იკავებენ. საერთოდ ჩვენთვის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო არ არის ეს კანდიდატების ნაუბა, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა, ვინც კიდე იყოს, ყველა ერთ და იგივე სისტემის მონაწილეები არიან და ერთ და იგივე პროცედურის მონაწილეები არიან. ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ეს ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მართლა ამ რეგიონში არანაირი საქმის განვითარებები არ იყვნენ და მოსახლეობა კარგად ინფორმირებული არიან, რომ ზუსტად ეს ადამიანების დროს მარნეულში ბევრი პრობლემა შეიქმნა. და ამიტომ ქართული ოცნების მხრიდან ეს მოსალოდნელია, იმიტომ რომ ეხლა ბევრჯერ მოხდა ეგეთი პროცესი, რომელიც ამ ადამიანების გამო მოსახლეობა ბევრჯერ გამოვიდა აქცია ჩაადარა, მაგრამ მაინც დღემდე ეს ქართული ოცნების მხრიდან ეს არ არის დათვლილი და სამწუხაროდ იგივე ადამიანებზე არის საუბარი დღეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ჯეიჰუნ მუჰამედალი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი არჩევნები მოსახლეობას აღარ აინტერესებს. ზოგადად არ აქვს მნიშვნელობა ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება თუ საპარლამენტო. ერთი ფაქტია, რომ დღეს ქვეყნის უმრავლესობა პროდასავლური მოაზროვნე ხალხი, ქვეყნის პატრიოტი მოსახლეობა ფიქრობს და მიიღო ერთმანეთად გადაწყვეტილება, რომ ქართული ოცნების არსებულ ვითარებაში ნებისმიერ არჩევნებზე არის გამოცხადებული ბოიკოტი. ასეთი არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში ჩანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს არანაირი აზრი არ აქვს. თვითონ დანიშნავენ, თვითონ დაწერენ კანონს და მერე თვითონაც აღასრულებენ. ამიტომ ხალხისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. და რაც შეეხება ზოგადად რამდენიმე წელია ქენან ომაროვის მერობის პერიოდში კარგი იყო თუ ცუდი, ამასაც მსგავსად შევაფასებ, იმიტომ რომ ქართული ოცნების სისტემა არის მყრალი. თავის არა მხოლოდ აზერბაიჯანელებზე და სომხებზე, ზოგადად ქართულ ხალხზე, ხალხის ზულთამაც. და მით უმეტეს როცა საუბარია არაქართულენოვან მოსახლეობაზე, აქ ორმაგი პრობლემა არის, აქ ორმაგი ზეწოლა ხდება ამ ხალხზე, არ აინტერესებს მათი ინტერესები. სიმბოლურად ისინი აყენებენ კანდიდატებს აზერბაიჯანულ მოსახლეობას რომ აჩვენონ, რა იცი რა ჩვენ გვაინტერესებს, ან ჩვენი მეგობარი და მოძმე აზერბაიჯანს აჩვენონ, რომ აგერ აქ აზერბაიჯანელებს ვასაქმებს სახელმწიფო უწყებებში. არა და ეს სიმბოლურია მათი მხრიდან. ქენანმა წლების განმავლობაში რა გააკეთა, რა არ გააკეთა, პიროვნების საკითხი არ არის ჩემთვის. ეს არის სისტემის პრობლემა. ქენანის ადგილას რო ყოფილიყო აქამდე სხვა მithumetes იყო კიდე რამდენიმე მერი ქართული ოცნების პირობებში, ყველა ერთი და იგივე სისტემის ფარგლებში მუშაობენ. სისტემა რო იყოს კარგი, ცუდ მერს როცა ცუდს გააკეთებს თავის მოსახლეობის მიმართ, ორ წუთში მაგას მოხსნის და სხვა იმ ადამიანს დააყენებს, ვინც ხალხის ინტერესები მას აინტერესებს. არაოფიციალური ვერსიით დღეს ხელისუფლება მარნეულის მუნიციპალიტეტში ორ კანდიდატის შორის დარჩა, ესე რომ ვთქვათ, მათი არჩევანი ეს არის ქენან ომაროვი და ზაურ დარგალი, ამით უნდათ რომ ერთი თქვით ორი კურდღელი მოკლან, ეს ნიშნავს რომ თუ ზაურ დარგალის მოხსნიან პარლამენტიდან და გახდება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ამ შემთხვევაში ერთი აზერბაიჯანელი აკლდება პარლამენტიდან და მეორე ის არის რომ სხვა პარლამენტის წევრი დაემატება მათ სიაში და მეორე ის არის რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში ქენან ომაროვის და ამირან გიორგაძეს ორეულის კლანის
დაჩაგრება იქნება და თუ კანონომაროვი და ამირან გიორგაძის კლანის ესე რომ ვთქვათ კანდიდატურა იქნება, ამ შემთხვევაში ჩვენ ყველანი კარგად ვიცით, რომ დღემდე რაც აკეთებდა ეს ორეული, ესე რომ ვთქვათ, კორპუსების მშენებლობაზე კორუფცია, სხვადასხვა სფეროში კორუფცია, გზების გაკეთებაზე და ტენდერების კორუფცია, ეს გაგრძელდება ამავე კლანის მეშვეობით, თუ არა და ზაურდარღალი, ესე რომ ვთქვათ, არაფერში უკან არ რჩება ამ ორეულისგან და ისინიც ზუსტად იმას გააგრძელებენ, რაც აგრძელებდა ქართული ოცნება.